ნაადრევად შეწყვეტილი უფლებამოსილება და განცხადება, რომელმაც კითხვები გააჩინა, რატომ დატოვა საქართველოში ამერიკის საელჩმა თანამდებობა ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლის და დიპლომატიური საქმიანობის საერთოდ დასრულების გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება და გასხვავებული ინტერპრეტაციები მოჰყვა. მით უმეტეს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის და გაუარესებული ურთიერთობის ფონზე. წინა ელჩისგან განსხვავებით ხელისუფლება დანიგანის მიმართ მკაცრ რიტორიკას ნაკლებად მიმართავდა, თუმცა ბოლო პერიოდში ვაშინგტონიდან გაჟღერებულმა გზავნილებმა და ამერიკის საელჩოს მოქმედებებმა მოცემულობა გარკვეულწილად შეცვალა. მმართველი გუნდი განმარტებას ითხოვდა, თუ რატომ არ გაავრცელა ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ დონალდ ტრამპის მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილი მისალოცი ტექსტი. კითხვები მოჰყვა თბილისში ამერიკელი სენატორის ვიზიტის დროს საელჩოს პოზიციონირებასაც. ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა დღეს პირდაპირ თქვეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ელჩის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკასთან და ხედვებთან თანხვედრაში არ იყო. ცოტა საოცარი წასვლა იყო, ბევრი კითხვა არსებობს მის ამგვარ წასვლასთან დაკავშირებით. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ასეთი რეაქცია გამოიწვია წელიწადი და 8 თვე დიპლომატიურ მისიაში ყოფნის შემდეგ ამერიკის ელჩის მოულოდნელმა გადადგომამ. შტატების რიგით მეათე წარმომადგენელმა ჩვენს ქვეყანაში რობინ დანიგანმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ოფიციალურად დასახელებული მიზეზი კარიერულ დიპლომატიაში 33 წლიანი მუშაობის შემდეგ პენსიაზე გასვლის სურვილია. წერილობით განმარტა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ელჩის გაწვევა ტრამპის ადმინისტრაციას არ მოუთხოვია. დასახელებულ მიზეზში ეჭვი არ შეაქვს ოპოზიციას, რომელიც ამბობს, რომ არაფერი იცვლება, რადგან მთავარი ვისგანაც ცვლილებებს ელის ამერიკა შეწყვეტილი პარტნიორობის აღსადგენად ეს თავად ქართული ოცნებაა. დანიგანმა თვითონ განაცხადა, რომ ის აღარ აპირებს საჯარო საქმიანობაში ყოფნას, ამიტომაც სხვა სპეკულაციის სივრცე არჩევს. ურთიერთობის გადაწყვეტაზე ძალიან კაფე განცხადებები არის გაკეთებული მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ძალიან კარგად იცის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ თუ რა ნაბიჯები უნდა გადაედგას იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შანსი გაჩნდეს. თუ ამ ნაბიჯებს არ გადადგამს, საკადრო რაღაც გადაადგილებით და ცვლილებებით არანაირი რა თქმა უნდა გადატვირთვა არ მოხდება. არის ქალბატონ დანიგანის პირადი გადაწყვეტილება არანაირად არ არის დაკავშირებული ამ კონკრეტულ ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვასთან. ელჩის დანიშვნაზე რაღაცა მოლოდინების შექმნა ოცნების მხრიდან ბუნებრივია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი პროპაგანდის ნაწილი, რადგან მას თუ სურთ, რომ ნამდვილად გადაიტვირთოს ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკას შორის, პირველ რიგში თავად უნდა გადაიტვირთონ. რა თქმა უნდა, ვერ გამურიცხავს ადამიანი, რომ მართლა ოჯახის მისახედად მიდიოდეს ადამიანი პოლიტიკიდან. ზოგადად პოლიტიკიდან წასვლა ერთია და მეორეა სხვაგან წასვლა. ხო და ამ შემთხვევაში ადამიანი თქვა, საერთოდ მივდივარო. ამიტომ უფრო დამაჯერებელია მის ნათქვამი, მაგრამ ზოგადად არც უნდა გამოირიცხოს, რომ ქალბატონი დანიგანი იდეოლოგიურად უფრო დემოკრატების კანდიდატი იყო და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ის რომ გამოცვალეს ელჩი, ამაში რამე განსაკუთრებულ სფეროფერს ვერ ხედავ. გადადგომის განცხადებაში ელჩი განმარტავს, რომ ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, ქვეყნების განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას უზრუნველყოფს. თუმცა ეს მეგობრობა და პარტნიორობა სწორედ რობინ დანიგანის ელჩობის პერიოდში გადაიხედა. 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ხელისუფლება ევროკავშირთან გაფართოების მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში 2028 წლამდე აღარ დააყენებდა, აქციებზე განვითარებული მოვლენების პასუხად 2 დღეში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. მალევე ამერიკამ ფინანსური სანქციები დაუწესა ქართული ოცნების დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიზინა ივანიშვილს ვიზაზე შეზღუდვა გამოცხადა და ოცნების ხელისუფლების წევრთა მიმართ. ამ არც თუ სახარბიელო განვითარების მიუხედავად, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩის რობინ დანიგანის მუშაობას დაემთხვა, ქართული ოცნების გუნდი ამბობს, რომ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის. უსურებ მას კარგ დასვენებას პენსიაზე, ეს ერთი რაც შემიძლია თქვა. ეხლა რაც შეეხება ზოგადად საქართველოს-ამერიკის ურთიერთობას, ჩვენ არათუ მზად ვართ გადატვირთვისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მზად ვართ თვისობრივად ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის სრულიად ახალი ფურცლიდან და ეს მზაობა ჩვენგან ყოველთვის დაფიქსირებული იყო ჩვენ მეგობარ ქვეყანასთან. საქართველოს ხელისუფლება მზად არის მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები. არსებობდნენ ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს ხელს უშლიდა და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ არასწორი ინფორმაციები მიეწოდებინათ ადმინისტრაციისთვის, თეთრზე პირდაპირ შავს ამბობდნენ, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი.
საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 2023 წლის თებერვალში წარადგინა. მის კანდიდატურას სენატმა მხარი ივლისში დაუჭირა. დიპლომატი თბილისში ოქტომბერში ჩამოვიდა და მუშაობა შეუდგა. წინამორბედი კელი დეგნანის მსგავსად, მასაც პოლიტიკური ტურბულენტობის დროს მოუხდა ადგილსამყოფელ ქვეყანაში მუშაობა. წინამორბედისგან განსხვავებით კი, განსაკუთრებით ამერიკაში ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ერიდებოდა პოლიტიკურ განცხადებებს. ადმინისტრაციების პოლიტიკებს შორის სხვაობა დიპლომატის მუშაობაზე იმითაც აისახა, რომ ამერიკის საელჩომ ქართულ საზოგადოებასთან და ქართული ოცნების გუნდთან ეგრეთ წოდებული ქარდების ენით საუბარზე უარი თქვა. სავარაუდოდ სწორედ ადმინისტრაციების განსხვავებული მიდგომების გამო რობინ დანიგანი ქართული Facebook საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საელჩომ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ამერიკელი დიპლომატი საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. აქციებზე მდგომმა მოქალაქეებმა, რომლებიც ქართულ ოცნებას დე-ფაქტო ხელისუფლებას უწოდებენ, ამერიკის საელჩოს გამოქვეყნებული პოსტი ხელისუფლების ლეგიტიმაციად მიიჩნიეს. ამერიკის ელჩი, რომელსაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში მუშაობისთვის კიდევ რამდენიმე წელი ჰქონდა დარჩენილი, ბოლო პერიოდია არ გამოჩენილა. 21 მაისის ისრაელის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას ისრაელის ელჩის რეზიდენციაში გადავიღეთ, როდესაც მედიას კომენტარზე უარი გვიხრა. 22 მაისს საელჩოს გვერდმა Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ გალფთან ერთად გაცვლით პროგრამა უგრეიდის ფარგლებში 7 გამორჩეულ ქართველ სტუდენტს დააფინანსებდნენ. ამის შემდეგ ელჩის აქტივობების შესახებ სიახლეები არ გავრცელებულა. 26 მაისს თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას დიპლომატიურ კორპუსს შორის რობინ დანიგანი არ ყოფილა. ერთი დღის შემდეგ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ელჩს უნდოდა ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ Deep State-მა ამის უფლება არ მისცა. გაუგებრობა მოყვა 26 მაისის ამერიკიდან მოსულ ორ მილოცვასაც. შტატების საელჩომ საკუთარ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მილოცვა ქართველი ხალხისადმი. ერთი დღის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტისადმი. ქართული მხარე ამერიკის საელჩოსგან ამ მისალოცის გამოქვეყნებას ელოდა, თუმცა ამ მოლოდინს საელჩომ აბსოლუტურად სხვა შინაარსის განცხადებით უპასუხა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მდივან რუბიოს თხოვნით რამდენიმე დღით ადრე ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა ამერიკული გზავნილების გადასაცემად, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ შტატებთან 33 წლიანი პარტნიორობისა და მეგობრობის ძველ ნიშნულზე დაბრუნება სურს. საინტერესო დეტალია ისიც, რომ 30 მაისს საქართველოში ჩამოსულ სენატორ სტივ დეინს ამერიკის ელჩი არ ახლდა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. ამ შეხვედრის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა დეინსმა პლატფორმა X-ზე დაწერა მაშინ, როდესაც პლატფორმა X-ზე ამერიკის საელჩომ თავის მხრივ მხოლოდ დეინსისა და ოპოზიციური ლიდერებისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამერიკის შეერთებული შტატების სანაპიროს რობინ დანიგანი მეორე ელჩია, რომელიც ტრამპის პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ მოქმედი ვადის მიმდინარეობისას გადადგა. აპრილში თანამდებობა დატოვა უკრაინაში ამერიკის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა, რომელმაც გადაწყვეტილების მიზეზად ტრამპის ადმინისტრაციის უკრაინის მიმართ პოლიტიკა დაასახელა. ამერიკის პრეზიდენტმა გადააყენა გაეროში ელჩი მაიკლ უოლცი სიგნალის ჩატში ჟურნალისტის დამატების სკანდალის გამო. პრეზიდენტმა ტრამპმა 2025 წელს რამდენიმე ქვეყანაში დანიშნა ელჩი და უმეტესი მათგანის შემთხვევაში აქცენტი არა კარიერულ დიპლომატიაზე, არამედ პოლიტიკურ გამოცდილებაზე გააკეთა. ჩინეთში ყოფილი სენატორი, დიდ ბრიტანეთში ინვესტიციების ბანკირი, ისრაელში ყოფილი გუბერნატორი, იტალიაში მილიარდერი ბიზნესმენი, კანადაში ყოფილი კონგრესმენი, თურქეთში კერძო კაპიტალის აღმასრულებელი დირექტორი. ასე გამოიყურება ტრამპის მიერ დანიშნული ელჩების სია. საინტერესოა, როდის და ვის წარადგენს საქართველოში რიგით მე-11 ელჩობის კანდიდატად ამერიკის პრეზიდენტი. ადმინისტრაცია დროში შეზღუდული არ არის. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში ელჩი არც საქართველოს ყავს. ამერიკაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა გასული წლის ნოემბერში დატოვა.